დღეს ძალიან საინტერესო დაკავშირება იყო სახარების და პავლე მოციქულის ეპისტოლის. სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ ის ადგილი, სადაც მაცხოვარმა 5 პურით 5000 კაცი განაწვა. და პავლე მოციქულთან წავიკითხეთ, რომ სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, ვინც იღუპება, ხოლო ჩვენ, ვინც გადავრჩებით, ღვთის ძალა. სახარებაში მოთხრობილ ამბავში იყო ესეთი რამე, რომ მოციქულები ეუბნებიან მაცხოვარს, გაუშვიო ეს ხალხიო, გვიანია უკვე. და რამოდენიმე დღე მაცხოვართან სხვადასხვა სახარებას თუ შევადარებთ და მათ საგზალი დამთავრებული ჰქონდათ, თვითონაც იცოდნენ, რომ საჭმელი არ ჰქონდათ. მოციქულებმა რაც ნახეს, ეს თვითონ იმ ხალხმაც იცოდა, მაგრამ არ შორდებოდნენ ქრისტეს და არც იმას ელოდნენ, რომ ქრისტე მათ დააბურებდა. ისინი ქრისტეთი პურდებოდნენ. აი ეს არის აქ უმთავრესი, რატო ნახეს იმათმა ღვთის სასწაული. ხოლო პავლე მოციქულის სიტყვები სიტყვა ჯვრის შესახებ, ანუ ჯვრის შინაარსი, ის რაც მოხდა ჯვარზე, ამის აღიარება, ამისი გააზრება არის ღმერთის ძალის მომცემი. ხოლო ვინც ჯვარს, ანუ ამ ქვეყნიურ ტანჯვას, დათმენას, სისულელეს უწოდებს, ის იღუპება. ზუსტად აი ესეთი მოვლენის წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს, ჩვენ ქრისტიანიერი. დააგვერდით. კეისარი ამბობს, სულელია ის ადამიანი, ვინც ციხეში მოხვდება. სულელია ის ადამიანი, შეუძლებელია კაი კაცი იყოს ის, ვინც ჯვარს ეცნევა. შეუძლებელია ის, ვინც ფულს და ამ ქვეყნიურ დიდებას უარყოფს და სიმართლის გზაზე დადგება, ის რომ მართალი, ანუ სწორი იყოს. დააკვირდით, შეთავაზება როგორ არის. შემოთავაზება ერი, რომელიც საუკუნეებია ქრისტეს ჯვარს ემსახურება. ჩვენ ჯვარცმული ღმერთის მიმდევრები ვართ. ჩვენ სიმართლისთვის ჯვარცმული ღმერთის მიმდევრები ვართ. ამიტომ ყველა, ვინც სიმართლის გულისთვის იტანჯება, ართმობს, ციხეშია, დევნულებაშია, ყველა არის მართლმადიდებელი. ხოლო ყველა ის, ვინც კეისრისგან იღებს სარჩოს აბადებელს და უფრო მეც, ის სიმართლის გზაზე, თუნდაც რომ უდიდესი ფორმა ჰქონდეს, თითქოს ქრისტიანია, ის არ არის მართლმადიდებელი. მართლმადიდებლობა ზუსტად სიმართლისთვის თავდადებულობაშია. ბოროტების არ დათმობაშია, არ აღიარებაშია. როცა ცრუს არ აღიარებ და მხოლოდ სიმართლით ცხოვრობ, შეიძლება პური გაკლდეს, შეიძლება საჭმელი გაკლდეს, შეიძლება ციხეში იყო, მაგრამ ართმო და მტკიცედ გეხარ. აი ესეთები არიან დღეს სინდისის პატიმრები. ისინი რას აკეთებენ? ჩვენს ღირსებას ართმობენ. ერი, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს ემსახურება, საუკუნეებია. სიმართლისთვის ჯვარცმულ ღმერთს ემსახურება, იმას ემსახურებიან ისინი. რადგან ჩვენი ღირსება სიმართლის აღიარებაში და სიმართლის მიმდევრობაშია. ასეთია ჩვენი ერის ღირსება და მას არ აბიჯებენ ფეხს.
ისინი ერთ სინდის უნარჩუნებენ. სინდისისთვის პატიმრები, ერის სინდისის შემონარჩუნებლები, ერის ღირსების შემონარჩუნებლები არიან. ამიტომ მათთვის სიტყვა ჯვრის შესახებ, ანუ ტანჯვის დათმენის შესახებ ეს არის გადარჩენა. ხოლო ისინი, ვინც ტანჯველები არიან და ფიქრობენ, რომ რატომ უნდა გაწირო თავი, აგერ აიღე ბაჟი, აიღე აგერ ფული, იცხოვრე, შეეკარი მტერს, ვინც ფულს გაძლევს, ისინი დაღუპულები არიან. ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ერი ქრისტეს, ჯვარცმული ქრისტეს მიმდევარი და ჩვენ, როგორც ილია მართალი ამბობს, ბევრჯერ ვცმულ ვართ ჯვარს ქრისტეს გულისთვის. ქრისტე ჩვენი გულისთვის ეცვა, ჩვენ ქრისტეს სიმართლის, ჭეშმარიტების გულისთვის ხშირად ვეცმოდით ჯვარს, ხშირად დაგვითმენია და დავითმით კიდევაც და გადავრჩებით. ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი ერი, ღმერთმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მიცეს ყველა სიმართლისთვის მებრძოლ ქართველს. ამინ, ამინ, ამინ.